მოგესალმებით, მივესალმებით ამ დღეს საზოგადოებას, მივესალმები მაყურებელს, რომელიც უყურებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგი დარიგებულია, გათვალისწინებულია ორი საკითხი, მესამე მოსმენებით განსახილველი საკანონმდებლო ინიციატივები. ამავდროულად საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად დაეწერა საქართველოს მთავრობის ინიციატივა საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე. შეგახსენებთ, ეს არის ახალი პოზიციის სახელმწიფო მინისტრის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში საკანონმდებლო ცვლილება. წარმოდგენილი არის დოკუმენტი, რითაც ხელმოწერებით ემატება დღის წესრიგს აღნიშნული საკითხი. ამ საკითხის გათვალისწინებით გთხოვთ, რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი. ვინ არის მომხრე? დაამსრთან მიერ ერთხმად, მადლობა. და შეგვიძლია დავიწყოთ კანონპროექტების გახილვა. პირველი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ქალბატონი მაია აბითაძის, ქალბატონი ირაკლი ქათაკიშვილის, ირაკლი შეტაკიშვილის და სხვათა მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრულების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით. მოხსენებელი გახლავთ ბატონი ირაკლი შეტაკიშვილი. გთხოვთ ბატონი ირაკლი მესამე მოსმენის ფარგლებში წარმოუდგინოთ კომიტეტს ცვლილებები. ბატონო თავმჯდომარე, კოლეგებო, მოგესალმებით ყველას. მესამე მოსმენის წესით განსახილველად წარმოგიდგენთ კანონის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. მინდა გითხრათ, რომ გარდა ორთოგრაფიული და სამართლებრივი და იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით განსახორციელებელი ცვლილებებისა და დაზუსტებისა, სხვა შინაარსობრივი ცვლილებები კანონპროექტს არ განუცდია. მადლობა, კოლეგებო, ხომ არა გაქვთ რედაქციული ხასიათის შენიშვნები, მოსაზრებები? აბარაც თქო, ასეთი არ არის. საკითხი განხილულია, მადლობა ბატონო. დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მესამე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკის და რადიკალურობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ იოსელიანი. მესამე მოსმენით განვიხილავთ, გთხოვთ ქალბატონი თამარ. მოგესალმებით, მესამე მოსმენისთვის წარმოგიდგენთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს. მესამე მოსმენისთვის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები გვაქვს. კი ბატონო, კოლეგებო, ხომ არ არის რედაქციული ხასიათის შენიშვნები, მოსაზრებები? აპარატი ხომ არ არის, ასეთი არ გახლავთ. მადლობა ქალბატონო თამარ. მადლობა. და დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში სრულების შეტანის თაობაზე. პირველი მოსმენით განვიხილავთ, მოხსენებელი გახლავთ ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტით გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში ახალი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება, ეს იქნება სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში. სამართალდამცავი ორგანოები, როგორც მოგეხსენებათ, უზრუნველყოფენ ქვეყნის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს, მათია დამოკიდებული წესრიგი და შესაბამისად უსაფრთხოებაც, რომელიც განაპირობებს დიდწილად ქვეყნის სტაბილურ მდგრად და სწორ განვითარებას. რაც შეეხება თვითონ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, ის გადანაწილებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ანუ მთავრობის სტრუქტურაში შემავალ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ისეთ უმნიშვნელოვანეს სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. კოორდინაცია ამ აღნიშნული ორგანოების უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან სამართალდაცვითი მიმართულებით საქმიანობა გულისხმობს ხშირად და პრაქტიკულად ყოველდღიურ ფორმატში აღნიშნული უწყებების ურთიერთშეთანხმებულ კოორდინირებულ მუშაობას. ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისა და აღსრულებისათვის ისეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ორგანოებთან ურთიერთობა, როგორიც გახლავთ საქართველოს სასამართლო სისტემა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური და პროკურატურის სისტემა. აღნიშნული თანამდებობის შემოღებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ
უსვავს ხაზს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ხედვას მართლწესრიგის სფეროში განსატარებელ რეფორმებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და რაც გაცხადებულია, როგორც საქართველოს მთავრობის პროგრამაში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მაშინ, როდესაც მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, ისევე მთავრობის წევრების ცალკეულ უფლებამოსილებებში. აღნიშნული თანამდებობის შემოღებით უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური ყოველდღიური კოორდინაცია სახელმწიფო მინისტრის მხრიდან აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალ სამართალდაცვით ორგანოებს შორის, მათი საქმიანობის გაუმჯობესებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება და ამავდროულად აღნიშნული ახალი სახელმწიფო მინისტრი შეასრულებს საქართველოს იქნება ასე ვთქვათ ურთიერთო წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის პროკურატურასთან, სასამართლოსთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაში. რაც შეეხება თვითონ აღნიშნული თანამდებობის შემოღებას, ამ შემთხვევაში ეს სიახლე არ არის ზოგადად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება, ის ბევრი ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი და მის ძირითადი ფუნქცია, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის ძირითადი ფუნქცია არის ხოლმე ხაზგასმა და აქცენტირება აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით, ანუ იმასთან დაკავშირებით, თუ რას მიიჩნევს ის პრიორიტეტულად და ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იმ თვალსაზრისით, რომ ის ეფექტური და მოქნილია, როდესაც მას შეუძლია კონკრეტული აპარატის გარეშე შეასრულოს დაკისრებული ფუნქცია. სწორედ ამიტომ მას ეძახიან ეგრეთ წოდებულ უპორტფელო მინისტრსაც და ამ შემთხვევაშიც მის თანამდებობის შემოღებისას საქართველოს მთავრობა გთავაზობთ ასეთ კონსერვატიულ მიდგომას, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიქმნება ცალკე აღნიშნული ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სახელმწიფო მინისტრს აპარატულ მხარდაჭერას, რაც მის ორგანიზაციულ ტექნიკურ მხარდაჭერას და მატერიალურ მხარდაჭერას, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს, გაუწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია ძალიან ღირსეული პროფესიონალი კადრებით, რომლებიც უწევენ მხარდაჭერას და მომსახურებას საქართველოს პრემიერ-მინისტრს და შესაბამისად აღნიშნული აპარატი გაუწევს იგივე შემართებით, იგივე ასე ვთქვათ პროფესიონალიზმით მხარდაჭერას და დახმარებას, ხელშეწყობას ფუნქციების განხორციელებაში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები კანონის შესაბამისად თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში აისახება და დაზუსტება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც კონკრეტულად გაწერს მის რუტინულ თუ სტრატეგიულ უფლებამოსილებებს მას შემდეგ, რაც და თუ აღნიშნული კანონპროექტი თქვენი მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამ სიახლესთან დაკავშირებით გაკეთდა თავის დროზე პრემიერ-მინისტრის საჯარო განცხადებებით, მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რაც სწრაფ რეჟიმში მოხდეს შესაბამისი პირის მხრიდან თანამდებობის დაკავება, ვინაიდან ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დასაყრდენს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, თავის გამოცდილებით და პროფესიონალიზმით და აქედან გამომდინარე ჩვენც გთხოვთ, რომ დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭიროთ. მადლობა ბატონო მახდან, კოლეგებო, შენ შეკითხვები? დიახ, ბატონო ალექსანდრე. გთხოვთ რომ მანიშნოთ და შემდეგ უკვე კი ბატონო. გთხოვთ ბატონო ალექსანდრე. შემდეგ. გიყვეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ კანონპროექტის წარმოდგენაში. თქვენ საკმაოდ მკაფიოდ და გასაგებად თქვით, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს და განმარტოთ, ანუ სახელმწიფო მინისტრის აპარატი როგორც ასეთი არ იქნება და ის ჩვეულებრივად თავის საქმიანობას, თავის შესაბამისად წარმოებენ ორგანოსთან ერთად იქნება ადმინისტრაციაში, ხო, სახელმწიფო ადმინისტრაციის უფლებამოსილების ქვეშ და განახორციელებს შესაბამისად როგორც სახელმწიფო მინისტრი და ამ შემთხვევაში ვიცე-პრემიერი. ჯობია დავაგროვოთ კითხვები და შემდეგ უკვე ერთიანად მოხდეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ბატონო გიგო. მოგესალმებით. მოკლედ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საზოგადოებისთვის ცნობილია ეს კონკრეტული ცვლილებები და გადაადგილებები. ამ კონკრეტული დაჩქარებული კანონით რეალურად რაც ვნახეთ არის მხოლოდ ის, რომ 6 თვეში გენერლად დაწინაურებულ ამ გამდინარეს, რომელიც ერთ დღეში გადაიყვანეს და შეუთავსეს კოორდინატორობა, ფაქტურად აპარატიც კი არ ეყოლება იმისათვის, რომ ეფექტურად განახორციელოს ეს კოორდინაცია. ასევე აქ მითითებულია, რომ უკვე მის უშუალო უფლებამოსილებებზე, მის ფარგლებზე, ჩარჩოებზე ამ შემთხვევაში უკვე შესაბამისად მთავრობა იზრუნებს, მთავრობა დაამტკიცებს, უბრალოდ საინტერესოა საზოგადოებას აუხსნათ უფრო კონკრეტულად, რამ განაპირობა ეს კონკრეტული ცვლილება,
როდესაც როდესაც მთელი გუნდი დიანაძის ეფექტურობაზე საუბრობდა, ერთ დღეში ფაქტურად კოორდინატორობამდე დააქვეითეს. ეს კონკრეტული ცვლილება სახელმწიფო მინისტრის ამ ფუნქციის შემოღება რამ განაპირობა? ბატონო გიგა. კი, და მე ერთი წამით. დაასრულეთ, რა თქმა უნდა, თქვენ დაასრულეთ და მოგეცემოთ ამის საშუალება. ჯერ დამასრულებინეთ და შეგიძლიათ არა, ერთი წამით. მომისმინეთ, როდესაც საუბრობ, იმიტომ რომ ხტომა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მყავს. და მოგიწოდებთ, რომ ლექსიკას გაუფრთხილდით, რა ლექსიკას ხმარობთ. თქვენ არა, სხვა არაფერზე კი არა, ლექსიკას დაუკვირდით, რა ლექსიკას ხმარობთ, როდესაც და იყენებთ უკაცრავად, როდესაც ხართ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომის მიმდინარეობისას ამ დარბაზში. დანარჩენით, როდესაც გარეთ გაბრძანდებით, რა ლექსიკას გნებავთ, ის ლექსიკა გამოიყენეთ, მაგრამ არ დაუშვებ, რომ ასეთი ლექსიკით ისაუბროთ ამ დარბაზში თქო გეუბნებით. შესაბამისად, თუ რამე კითხვის თქმა გააქვთ სურვილი დაასვით, მაგრამ გაუფრთხილდით იმ სიტყვებს, რასაც თქვენ პირველ რიგში კითხვას ვამ, მეორე რიგში თქვენ ნამდვილად ვერ მასწავლით ლექსიკას, ეს ერთი. მესამე, რა ლექსიკითაც ვსაუბრობთ, განმარტებითი ბარათის ლექსიკით ვსაუბრობთ. ბატონო გიგა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ რა თქმა უნდა, ბატონო გიგა, მომისმენთ? მე თქვენ არავის და არაფერს არ გაგსწავლით, ღმერთმა დამიფაროს, აქამდე უნდა გესწავლოთ ჩემი აზრით. აქ უკვე შეუძლებელია რომ რამე ვისწავლოთ. კი. ეს ერთი. ტონს გაუფრთხილდით და სიტყვები შეარჩიეთ. ეხლა გააგრძელეთ საუბარი და კითხვით დასმის შესაძლებლობა გაქვთ. კიდევ ერთხელ ბატონო არჩილ. ტონს თავად გაუფრთხილდით, საუბრობ განმარტებით ბარათში მითითებული ტერმინებით და სიტყვებით, სადაც თქვენს მიერ შემოღებულ სახელმწიფო მინისტრს პირდაპირ კოორდინატორის კოორდინაციის ფუნქცია ეძლევა. შესაბამისად, ლექსიკას პირველ რიგში თქვენ გაუფრთხილდით და ჩემს ტონზე თქვენ ვინერვიულებთ. პირველი კითხვასაც შეეხება. პირველი კითხვა მდგომარეობს, რამ განაპირობა ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის კონკრეტული ასე ვთქვათ თანამდებობის შემოღება, რომ დაგვისაბუთოთ საზოგადოებისთვის საინტერესოა. და მეორე, მაგალითის დონეზე ძალიან მარტივად რო აუხსნათ საზოგადოებას, მაგალითად, ბატონმა მამუკამ დინარაძემ კოორდინაციის ნაწილში, როგორც კოორდინატორმა შესაბამის უწყებებში, რა ფუნქციები უნდა შეასრულოს თავისი ამ უფლებამოსილების ფარგლებში, ვინაიდან აქ ჩვენ კონკრეტულად არ გვაქვს გაწერილი. თქვენ აღნიშნეთ ყოველდღიური კოორდინაცია და როგორ წარმოგიდგენიათ ყოველდღიური კოორდინაცია ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ყავს და რამდენად იქნება ეს ეფექტური უშუალოდ სამართალდამცავი ორგანოების ასე ვთქვათ მართვის და თავიანთი ფუნქციების განხორციელების ხრივ. კითხვის დასმის სურვილი. დიახ ბატონო. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მადლობა ბატონო კანონპროექტის წარდგენისთვის. მე ვფიქრობ, რომ პირიქით დადებითი მოვლენაა, რომ დამატებითი შტატები, ხარჯები არ იქნება და მთავრობის ადმინისტრაციას ექნება საშუალება ყველა ის ფუნქციის შესრულებაში დაეხმაროს. მომავალ სახელმწიფო მინისტრს მით უმეტეს თუ გავითვალისწინოთ, რომ ითქვა, რომ ის ამოდროულად შეასრულეს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ ეს დადებითია, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თქვენ უკვე ახსენეთ და მინდა კიდევ ერთხელ დაადასტუროთ, რომ ყველა სამართალდამცავი ორგანოს კონსტიტუციური, ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნება. აქ ჩამოთვლილი იყო აუდიტის სამსახური, ჩამოთვლილი იყო პროკურატურა, ზოგადად სასამართლო ხელისუფლება, თუმცა მაქვს კონკრეტული კითხვა თავდაცვის ძალებთან მიმართებაში, ერთმა დაიფაროს გარე აგრესიაში, რა რეჟიმში იმუშავებს ქვეყანა და სახელმწიფო მთავრობა, ეს გასაგებია, თუმცა მისი ფუნქცია და თქვენ მთავრობის დადგენილებაც ახსენეთ, სადაც კიდევ ერთხელ დაზუსტებად კონკრეტული, ასე ვთქვათ, მოქმედების ჩარჩო ითვალისწინებს თუ არა ასევე კოორდინაციაზე თანამშრომლობას თავდაცვის ძალებთან. მოგესალმებით ყველას, შემთხვევა არაერთის გვაქვს ასეთი რიყეზე რო გადიან და ქვებს ვერ ნახულობენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც დიდი დროით აცდინეს პარლამენტში ხდომები და დღეს ცდილობენ დაეწიონ ამ ყველაფერს, თუმცა ძნელად გამოუვათ ეს და საზოგადოებას კარგად ესმის. ხო, რაც არ უნდა ცდილობა გქონდეთ შინაარსში, კითხვის შინაარსში რაღაც დააკნინონ
ის მოცემულობა, რაც დღეს ხდება ხელისუფლების აღმასრულებელ გოლში, რა თქმა უნდა პარლამენტის მიერ შესაბამისი კანონპროექტის მიღებით, ამ ცდილობაშიც ჩანს მათი უნარობა აღიქვან, გაანალიზონ, სწორი შეფასება მიცენ და რაღაცა ბრუტალურად, რადგანაც ოპოზიცია ქვიათ ყველაფერზე უარის თქვა, მადროვეთ მე თქვენ კითხვის დასმაში არ გიშლიდით ხელს და მოთმინება იქონიეთ და დაასმევინეთ რაც კითხვა. ამ ყველაფერში საკუთარ უნარობას ავლენენ, არაერთის დაადასტურეს და კიდე რამდენჯერაც ესეთი ცდილობა იქნება რაღაცა შინაარშივე ყოველ უგვანოდ დააკნინონ რაღაც მოვლენა, საკუთარ უნარობას ადასტურებენ და მეცერებს. რაც შეეხება კითხვას და შეფასებასაც ახლა კოორდინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია და კარგად მოგახსენებათ კითხვის დამსმელებსაც და გამოსვლელსაც და თავმჯდომარესაც რა განსაკუთრებული როლი გააჩნია ამ შემთხვევაში კოორდინირებულ მოქმედებას. მით უმეტეს, როდესაც საუბარია სამართალდამცავ ორგანოებზე. მით უმეტეს, როდესაც ცხოვრობ საქართველოში, ქვეყანაში, რომლის გარშემოც პრაქტიკულად არის ცეცხლის რკალი, ომი და უბედურება და არის მშვიდობის კუნძულად დარჩენილი ჩვენი ქვეყანა. ამ შემთხვევაში რა დიდი ახსნა განმარტება და გააზრება უნდა დაჭირდეს წესით, ხო? რომელი პოლიტიკური ჯგუფიც არ უნდა იყოს, საღათ მოაზროვნეს პოლიტიკურად, რა თქმა უნდა ვიძახი, რომ გაიგოს და მიხვდეს რა როლი ეკისრება ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინის, რომელიც მაკოორდინირებელი ფუნქციით იქნება ახსნილი. ამიტომ კიდევ ერთხელ, იმისთვის რომ ისედაც გასაგები, მაგრამ რაღაც აი ამ რიყეზე მოსიარულე და ქვების შემოჩნეველი ადამიანებისთვის რომ კარგად და მკაფიოდ გავიმეოროთ. რას გულისხმობს ამ მნიშვნელოვანი ფუნქციით სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლის აღჭურვა და რა მიზნებისკენ იქნება ეს ყველაფერი გათვალისწინებული. პლუს ამას თქვენ თვითონვე ბრძანეთ, რომ მხარდაჭერის შემთხვევაში უკვე შემდგომ გაიწერება კონკრეტული დადგენილებით ყველაფერი თავიდან ბოლომდე, მაგრამ წინასწარ მაინც მოკლედ რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ და შევაფასოთ ეს საკითხი. იქნება ერთ-ერთი გაძლიერებული სტრუქტურა. რა თქმა უნდა, თავისთავად, მაგრამ როცა არ გინდა დაინახო, ვერ დაინახო. სხვა კითხვები ხომ არ არის? ასეთი არ მე გითხავთ ბატონო ვახტანგ კიდევ თქვენის ნებართვით საქართველოს პრემიერ-მინისტრს უყავს აპარატი და საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის მატერიალურ, ტექნიკურ, ფინანსურ და არა მხოლოდ საქმიანობაში მხარდაჭერას ვინ უზრუნველყოფს კიდევ ერთხელ რომ მივაწოდოთ ინფორმაცია კომიტეტის ერთ-ერთ წევრს. მადლობა შეკითხვებისთვის, ინტერესისთვის. ბატონი ალექსანდრეს შეკითხვით დავიწყებ და შემდგომში უკვე რიგის მიხედვით, რაც ჩავინიშნე გავცემ პასუხებს. აპარატთან დაკავშირებით აღნიშნავ კიდევ ერთხელ ბატონი გიგას კითხვაც იყო პრინციპში და შეიძლება ერთიანად უპასუხო ამ შემთხვევას. ის რომ სახელმწიფო მინისტრს უნდა ყავდეს აპარატი, ეს არ არის წესი, რომელსაც ჩვენ ამ შემთხვევაში ვარღვევთ. შეიძლება ითქვას, რომ არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო მინისტრებს აპარატების სწორედაც არ ყავს და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში იქნება იმისთვის, რომ კონკრეტული მიმართულება გააძლიერონ, ამით პოლიტიკური გუნდი, რომელიც შემოიღებს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას იმ ფუნქციებით, რომლითაც აღჭურვავს, ხაზს უსვავს მისი პოლიტიკური მმართველობის პირობებში ამ კონკრეტული მიმართულების პრიორიტეტულობას. და აღნიშნული კონკრეტული მიმართულების პრიორიტეტულობით ხედვას თუ როგორ უნდა იმართოს სახელმწიფო, სად არის სახელმწიფოში მნიშვნელოვანი, რომ კონკრეტული მიმართულება გაძლიერდეს და ამ ფუნქციას ასრულებს სახელმწიფო მინისტრი. აპარატი არ ეყოლება, ეს ნათქვამიც არის არასწორი, აპარატი რასაკვირველია ეყოლება, უბრალოდ ეს არ იქნება სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ის არის მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც ისეთივე აპარატია პრემიერ-მინისტრისათვის, მთელი თავისი პირველი ხელმძღვანელით, ანუ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსით და დამთავრებული შტატგარეშე თუ ხელშეკრულებით დასაქმებული სპეციალისტით, რომელიც ემსახურება ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს. აღნიშნულ მომსახურებას სრულად გაუწევს ამ საკანონმდებლო ცვლილების ასეთი ფორმით დამტკიცების შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრსაც მთავრობის ადმინისტრაცია. სხვა სახელმწიფო უწყების დახმარებას რაც ჰქვია, ამით კნინდება თუ არა ამ კონკრეტული სახელმწიფო მინისტრის, ანუ ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა რასაკვირველია. არა, ერთია კონკრეტული კანონმდებლობით გაწერილი უფლებამოსილებები და მეორე ამ უფლებამოსილებების უზრუნველყოფისთვის
შექმნილი კონკრეტული აპარატი. ეს შემთხვევაც არ არის სიახლე, მაგალითად შემიძლია გავიხსენო შემთხვევა დაახლოებით 10-12 წლის წინ, როდესაც ვიდრე ჩამოყალიბდებოდა ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი ცალკე, მას მომსახურებას უწევდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულად და აქედან არც სახელმწიფო ბიზნეს ომბუდსმენის არც უფლებამოსილებები დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ და არც მის უფლებამოსილებების განხორციელებას შეშლია ხელი პირიქით, ის იყო დამოუკიდებელი ორგანო და დამოუკიდებლად ასრულებდა თავის უფლებამოსილებებს. კოორდინაცია არც ცუდი სიტყვაა და არც სიტყვა, რომელიც რაიმე თვალსაზრისით გამოხატავს პირის დაკნინებას. კოორდინაცია სწორედაც გულისხმობს რამოდენიმე განსაკუთრებული ფუნქციით აღჭურვილი უწყების ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებაში გადამწყვეტი წამყვანი და პრინციპული პოზიციის დაკავებას და შესრულებას და განსაკუთრებით ისეთ რთული მექანიზმის შემთხვევაში, როგორც სამართალდაცვითი საქმიანობა, რომელიც უწყებათა შორის კოორდინაციას, ჩართულობას, მხარეების მონაწილეობას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, ასევე დროში გაწერილი და დაგეგმილი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ბატონი ლადოს კითხვა იყო ის, რომ ამ შემთხვევაში ამ ურთიერთობის ფარგლები იქნება მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე, იმ შედეგის დადგომაზე მიმართული, რომელიც საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, ანუ მარცხწესრიგის უზრუნველყოფას გულისხმობს. განმარტებით ბარათშიც არის ხაზგასმული ბატონო ლადო და აისახება ასევე მთავრობის დადგენილებაშიც ურთიერთობა კონსტიტუციურ ორგანოებთან, როგორც არის მაგალითად პროკურატურა, გულისხმობს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ურთიერთობას, რა უფლებამოსილებითაც დღეს სარგებლობს რასაკვირველია საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც მთავრობის მეთაური, მაგრამ პრემიერ-მინისტრს, როგორც ასევე მთავრობის მეთაურს, სხვა უამრავი უფლებამოსილება აქვს, რომლის შესრულების პარალელურად ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ამ ახალი სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებით სრულად იქნეს დელეგირებული ეს ფუნქცია ახალი თანამდებობის პირზე. თავდაცვის ძალებთან მიმართებით უნდა აღნიშნოთ, რომ იყო ეს მსჯელობის საგანი, თუმცა ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე, რომ ამან მაინც სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არის პოლიტიკური თანამდებობა, ამან არ გამოიწვიოს გარკვეული თვალსაზრისით თუნდაც შეკითხვები, რომელიც შეიძლება მხოლოდ შეკითხვები იყოს იმის მიუხედავად, რომ თავდაცვას აქვს სამართალდაცვითი ფუნქცია, ამ ეტაპზე არ იგეგმება ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში თავდაცვის სტრუქტურის კოორდინაცია. მადლობა. მადლობა ბატონო ვახტანგ. სხვა კითხვები თუ არ არის, დასუსტების არ ითვალისწინებს ბატონო გიგა, ასეთ პროცედურა არ არსებობს. თუ შეფასება გნებავთ, კი ბატონო, მოსაზრების გამოთქმა თუ გნებავთ. კითხვის დასუსტება მინდოდა და უბრალოდ საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის, შეიძლება მე გამორჩა. მაგალითის დონეზე გთხოვით ყოველდღიური კოორდინაციის განმარტება, როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ, რომელიც ინიციატორი ხართ ამ კონკრეტული უწყების შექმნის და ასევე შეგახსენეთ ბატონო ვახტანგი არ არის ინიციატორი, საქართველოს მთავრობა ინიციატორი. რამ შობა წარმოგიდგენი არის დღეს ახლა. ინიციატორი არა, მოხსენებელი გახდა. კი ბატონო. და ასევე წარმოადგენს მთავრობის ადმინისტრაციას, რომელიც არის ინიციატორი ბატონო არჩილავაზე, ელემენტარულ რაღაცებზე არ გინდათ ახლა. ხო, ელემენტარულად საუბრობ. მე ვფიქრობ, იურიდიული კომიტეტის წევრი ბრძანდები და ინიციატორი და მოხსენებელი გაარჩიეთ ახლა, მთავრობას წარმოადგენს და კანონპროექტის წარმოდგენი არა, შუაში ახლა ინიციატორი ირაკლი ყობახიძე არის თუ უშუალოდ მოხსენებელი. მთავრობა არის ინიციატორი. მთავრობა არის ინიციატორი, კი. და ფაქტიურად იქნება თანამდებობა კონკრეტული პირის დასაქმებისთვის. ამიტომ ვკითხულობთ, რამ განაპირობა უშუალოდ იქამდე არაეფექტურად იყო ამ კონკრეტულ უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, კოორდინაცია და ამან განაპირობა, უბრალოდ ფაქტია, რომ შეიქმნას ერთი კონკრეტული უწყობა, ერთი კონკრეტული ადამიანის დასაქმებლად. ამაზე ვითხოვდით პასუხს, რომელზეც კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ და ასევე ანუ ვინც არის ინიციატორი, როგორ წარმოუდგენია დღევანდელ მოცემულობაში, მაგალითად პროკურატურაში, SSS, ასევე სხვა უწყებებს შორის ყოველდღიური კოორდინაცია გაწევს ერთმა ადამიანმა. ამის მაგალითი გვინდოდა, რაზეც პასუხი ვერ მოვისმენდა. დღეს ფაქტია, რომ ეს კონკრეტული უწყება იქნება იმისათვის, რომ მოხდეს ერთი კონკრეტული ადამიანის დასაქმება. სხვა განმარტება, რა ვიცი, თუ გაქვთ უკეთესი განმარტება, დასაბუთება, შეგიძლიათ დაგვისაბუთოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მგონია თქვენს აქ წარმოდგენილი კოლეგები, ასე ვთქვათ, გულის სიღრმეში ნამდვილად იწონებდეთ ამ კონკრეტულ გადაადგილებას, ცვლილებას თუ ინიციატივას. ბატონო ვახტანგ, შეგიძლიათ გასცეთ პასუხი, შეგიძლიათ არა. თუ აზრს გამოვიტანდით, შეგიძლიათ გასცეთ პასუხი და თუ რაც რთული იყო, მაგრამ შეგვიძლია
პოლიტიკური განცხადება არის და პოლიტიკურ განცხადებას შეგვიძლია რომ უპასუხოთ ჩვენს პარლამენტის წევრებმა და თუ გსურთ რაიმე კონკრეტულად რაიმის დამატება შეგვიძლია დავამატოთ. უბრალოდ კოორდინაციას განმარტავდი კიდევ ერთხელ ის რასაც სუსის უფროსი აკეთებს, მოქმედებს როგორც სუსის ხელმძღვანელი კონკრეტული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, ხოლო ახალი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ის უფრო ფართო უფლებამოსილებით იქნება აღჭურვილი ამ შემთხვევაში, რაც კოორდინაციის მექანიზმის გამოყენებას და შედეგის ეფექტურად მიღწევას გულისხმობს, რომელიც მხოლოდ სუს დამოუკიდებელი ან ჩარჩო საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში არ აქვს ამის შესაძლებლობა. მადლობა ბატონო ვახტანგ. ბატონო გიგა, გასაგებია რომ გახარიელისთვის და გახარის გუნდის წარმომადგენლისთვის სიტყვა კოორდინაცია ძალიან უცხოა. მათ შორის ეს თქვენი ბელადი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციას იკავებდა, მას უნდა გახსენებოდა პირველ რიგში კოორდინაცია სიტყვა და პირველ რიგში მას უნდა უზრუნველყო რომ კოორდინირებულად ემოქმედა, როდესაც ჩორჩანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს იღებდა და მისი გადაწყვეტილებებით და მისი ნამოქმედებით ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღეთ რომ 1 მილიონი კვადრატული მეტრი დავკარგეთ. აი ეს არის კოორდინაცია ბატონო გიგა და თქვენ ჩორჩანას ტერიტორიის დაკარგვა საამაყოდ მიგაჩნიათ და ღმერთმან უკნას რომ კიდევ იყო შესაძლებელი რომ ამ ტერიტორიების დაკარგვით ამაყობდეს პარტიული გუნდი და შემდეგ ასეთ გუნდს ჰქონდეს შესაძლებლობა რომ შატალოს ბოლოს შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. სამწუხარო არის აი ასეთი უბედურებას რო ცხოვრობთ, იმიტომ რომ კიდევ არსებობენ სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც ამ ეგრეთ წოდებულ პარტიას კიდევ მხარს უჭერენ. ეს ერთი და რაც შეეხება ბატონო გიგა ზრდილობას მოუხვეთ პირველ რიგში. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს და კონკრეტულ მაგალითს 2025 წლის 4 ოქტომბერი არის კოორდინაციის მაგალითი. რომ კოორდინაციაში რო ჩაგივარდა თქვენ დიდ გაერთიანებაში შემავალ სხვა პირებსაც აი სულ მოუთქმულეთ რო ელოდებოდით რომ ჩამოიშლებოდა სახელმწიფო ვერტიკალი, ძალადობრივად შეიცვლებოდა ხელისუფლება და შემდეგ რომ მოახერხებდით რომ ისე როგორც ეს გვჩვევიათ ხოლმე სხვისი დავალების შესრულება გეცადათ და კავშირი რაც გაქვთ ურყევის შეკრული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან ეს ყველაფერი საბოლოოდ რეალიზებული ქონოდათ და ეს ყველაფერი არ მოხდა. რატომ არ მოხდა? იმიტომ რომ კოორდინირებულად იმოქმედა სამართალდამცავი ორგანოს ყველა წარმომადგენელმა, ყველა შტომ იქნება ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამ კოორდინაციის კიდევ უფრო მაღალ დონეზე, მაღალ რეგისტრში ასვლაზეა საუბარი. რაც შეეხება აპარატის არსებობა თუ არ არსებობა, მე გითხეთ კიდეც ბატონო ვახტანგ რომ თურმე ბატონი გიგას ლოგიკა რომ გავაგრძელოთ, რომელსაც ინიციატორი და მომხსენებელი ვერ გაურგია და ვერ გაუყვია ერთმანეთისგან, თურმე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აპარატი არ ყავს და თავის უფლებამოსილებს ვერ ასრულებს და რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც დასაქმებული არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეს ადამიანები ცალკე საქმიანობენ და რას აკეთებენ ბატონო გიგამ არ იცის. არ ვიცი რა თქმა უნდა, არსებობს ერთი კარგი ქართული გამოთქმა ქარავანთან დაკავშირებით და უბრალოდ საზოგადოება მიცის რა გამოთქმაც არსებობს და დანარჩენები ყველა მიხვდება რისი თქმაც მინდოდა უბრალოდ არ გავიმეორებ ამ მაღალი ტრიბუნიდან ამ საქართველოში კარგად ცნობილ ამ ნათქვამს. მადლობა, საკითხი განხილულია, შეგიძლიათ რომ დაიკავოთ. საკითხის განხილვა დასრულებულია, გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა, რომელიც ბატონმა ირაკლი შატაკიშვილმა წარმოადგინა, ვინ არის მომხრე რომ მესამე მოსმენი მხარი დაუჭიროთ აღნიშნულ ინიციატივას? ვინ არის მოწინააღმდეგე? არგით დავაფიქსიროთ თომის ოქმოსის რომ ერთი ადამიანია თავი შეიკავა, შემდეგი ინიციატივა გახლავთ
საქართველოს მთავრობის ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მესამე მოსმენით, ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? ანალოგიურად დავაფიქსიროთ ხლომის წამში და ბოლო საკითხი, რომელიც ბატონმა ვახტანგ შეშულმა გამოიძანა, საქართველოს მთავრობის ინიციატივა, ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? დავაფიქსიროთ, რომ კოორდინაციის წინააღმდეგია ბატონი გიგა და გახარიას გუნდი და გთხოვთ აღსახოთ ეს ხლომის ოგში. მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია.